თქვენ წარმოადგენთ ოპოზიციურ ალიანსს და ანონსებული გაქვთ მასშტაბური შეკრება 26 მაისს. რატომ უნდა გამოვიდნენ მოქალაქეები ქუჩაში კიდევ ერთხელ, რას თავაზობთ თქვენ ნამორჩევლებს? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. 26 მაისი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, გარდა იმისა, რომ ჩვენთვის ეროვნული ღირებულების და მნიშვნელობის დღეა. ამ ბრძოლის ფარგლებშიც არის მნიშვნელოვანი დღე და ამ დროს ძალიან კარგი და საჭიროა ბევრი ადამიანის გამოსვლა ქუჩაში. ჩვენ ვხედავთ ორწლიან ფაქტობრივად უწყვეტ პროტესტს, რომელიც არ ახსოვს ამ ქვეყნის ისტორიას და მიუხედავად იმისა, რომ მესმის ადამიანების ნაწილი არის დაღლილი, ესეც ბუნებრივია, იმიტომ რომ შეუძლებელია ამდენი რეპრესიის, ამდენი უსამართლობის, ამდენი უკანონობის შემხედვარე და მით უმეტეს როდესაც საკუთარ თავზე განიცდი იმ რეპრესიებს არ დაიღალო. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა და ამ დაღლის მიუხედავად ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ის შედეგები, რაც ამ ბრძოლამ მოგვიტანა. ის რომ დღეს ქართულ ოცნებას ავტორიტარიზმი სრულად არ აქვს ჩაბატონებული და ის არ არის ერთადერთი ძალა, ანუ ჩვენ არა ვართ სრულად ბელორუსი ან კიდევ უარესი რუსეთი, ხო? ეს არის სწორედ ამ პროტესტის ის დამსახურება. ის რომ ქართულ ოცნებას უწევს მისი ყოფილი თანამდებობის პირების, მათ შორის კორუფციის თუ სხვადასხვა ბრალდების დაჭერა. ისე მარგარც უნდა ასეთი კონფრონტაცია, ასეთი რეჟიმი, იგივე პარტიების გაუქმება და ასე შემდეგ და მას აწყობს ეს ვითარებაც და ასე მართავს საქართველოს ამგვარი მეთოდებით, როგორაც მართავს და მას არ უნდა იქეთ წასვლა, რადგან შესაძლოა წინააღმდეგობაც არ კონდეს შესაბამისი იმ რეპრესიების შედეგად და გამოყენებით, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ცოტა ხნის წინ. კი ბატონო, თუმცა მე დაუბრუნდები, დავასრულებ იმ ჩემს მოსაზრებას, თუ რატომ უნდა გამოვიდნენ ადამიანები და აუცილებლად გიპასუხებთ ამ კითხვაზე, მნიშვნელოვანი საკითხია ესეც. ესე იგი, არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ის, რომ ოცნებას უწევს, იძულებულია დაიჭიროს და მათ შორის თქვენი ტელევიზიის ჟურნალისტის ელისო ჯარიაშვილის მიერ საგამოძიებოში სიუჟეტის გაშვების შემდგომ მოუწია, დაეჭირა რამდენიმე სპეცრაზმელი. ეს არ არის მარტივი სისტემისთვის მარტივი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ის დგას ნახეთ ძალაზე, როგორც შინაგან ანუ ძალოვან სტრუქტურების, ასევე ეგრეთ წოდებული ტიტუშკების შავი ძალები. ასე ვთქვათ, მასე რა ქვია, ძალაზე დგას და შესაბამისად ის თუ შიგნით რღვევას მისცემს, ის თუ შიგნით შექმნის ისეთ ვითარებას, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ გარანტია, რომ მათი დანაშაული და არ დაისჯება, მაშინ ეს ძალა მათ გამოეცლებათ. შესაბამისად ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება და ეს არ არის ოცნების სურვილი. აი თქვენს მეორე კითხვაზე რომ გადავიდეთ, რომ ეს დაიჭიროს თავისიანები, საჩვენებელი დაჭერები გვაჩვენოს და ასე შემდგომ. და ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არა ეს უწყვეტი პროტესტი. არ იქნებოდა ის სანქციები და ის არაღიარება, რომელიც ოცნებას აქვს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ხო? შესაბამისად, იმ პროცესში, როდესაც მართლა არის მაღალი დაღლის ხარისხი, ჩვენშიც, იმიტომ რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ხო, პოლიტიკოსები, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და არ დაგვავიწყდეს თუ რა შედეგები მოიტანა ამ უწყვეტმა პროტესტმა და რა შედეგებს მოიტანს. ის რომ დღეს ისევ ყავს რეჟიმის პატიმრები, ეს იმის შედეგია, რომ ოცნება ჯერ კიდევ ძალაშია და ამ ყველაფრის გარდატეხა, ანუ ის რომ დაიწყოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების აღმშენებლობა, ის რომ დაიწყოს დანაშაულების ჩამდენი პირების დასჯა და ასე შემდგომ, ამას სჭირდება ცვლილება. ეს ცვლილება შეიძლება გაიწელოს დროში, შეიძლება მოხდეს სწრაფად. თუ დროში გაიწელება იცით რა შემთხვევაში? თუ კი უწყვეტი პროტესტი მცირე რიცხოვნობით გაგრძელდება და 26 მაისი არის ისეთი დღე, როდესაც ჩვენი მრავალრიცხოვნობით კვლავ შეგვიძლია დავანახოთ, რომ ეს ხალხი არ სადარწავს სულ ვართ, არ დავღლილ ვართ, ჩვენი მოთხოვნები იგივეა და ჩვენი მოთხოვნები იქნება მანამ და ბრძოლა იქნება მანამ, სანამ არ მოხდება მთავარი ცვლილება. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ რეჟიმის პატიმრები, რომლებიც ციხეში არიან, ამ თემაზე ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის კომენტარი, რომ ისინი მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუ კი მეორე მხრიდან იქნება სინანული გამოხატული, ხო? ვილაპარაკოთ ამის შესახებ ირაკლი კობახიძეს არაერთხელ უთქვამს ბოდიში, მათ შორის მზია ამაღლობელი საქმესთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი მოგვისმენია რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან. თავად შეწყალების სპეციფიკაზე რო ვილაპარაკოთ, ეს არის პოლიტიკური აქტი, რომელსაც სინანული შესაძლოა საერთოდ არ ჭირდებოდეს და ამ კომპონენტ, აი ამ დისკუსიაში ოცნებას ეს შემოაქვს, ხო? ასე ფუთავს, რომ თუ კი იქნება აღიარება დანაშაულის სინანული, ამ შემთხვევაში ისინი გააღებენ ციხის კარს, არ ვიცით გააღებენ თუ არა, ყოველ შემთხვევაში ამას ამბობენ. ზოგადად რას ნიშნავს შეწყალება, რა ტიპის დატვირთვა აქვს ამ აქტს?
შეწყალება ეს სამართლებრივი თვალსაზრისით რომ განვმარტოთ, ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილება და მას არანაირი წინაპირობები არ გააჩნია იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღოს, საქართველოს პრეზიდენტმა. ამ შემთხვევაში შეწყალება მოხდება თუ არა ოცნების პრეზიდენტის მხრიდან, ამას თავად ოცნება გადაწყვეტს და არა ის პირი, რომელიც ყავთ პრეზიდენტად წარმოდგენილი, ხო? თუმცა ოცნებას უნდა ესმოდეს, რომ ეს პატიმრებისთვის კი არ არის შესაძლებლობა, რომ სამშობლოს სიყვარულის გამოსასჯელის შოუმს უგუგდეთ. ეს ოცნებისთვის არის შესაძლებლობა, რომ თავისი დანაშაულებრივი განგრძობადი მოქმედებები შეწყვიტოს. ეს მისთვის არის შესაძლებლობა, იმიტომ რომ არც ერთი დანაშაული და მათ შორის ამდენი ადამიანის უკანონოდ ციხეში ჩასმა დაუსჯელი არ დარჩება. ის ტრიბუნალი, რომელსაც სხვათა შორის ოცნება მხარი არ დაუჭირა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა და ჰააგისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, იმიტომ რომ ეს გამოიძიებს აგრესიის დანაშაულს, ხო? ასეთივე ტრიბუნალის წინაშე შეიძლება თავად აღმოჩნდეს. ზუსტად იმიტომ, რომ მან საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივი და განგრძობადი რღვევა განახორციელა. ადამიანები აწამა, სავარაუდო მოწამვლის ფაქტებს აქვს ადგილი და 5 სპეცრაზმელის დაჭერა არის საკმარისი, როდესაც ასობით სასტიკად ნაცემი და საზღვარგარეთ სამკურნალოდ იძულებით წასული ადამიანები ყავს, ადამიანები, რომლებიც სავარაუდო მოწამვლის შემდგომ დღემდე ჯანმრთელობის პრობლემებს ვერ აუდიან, რა თქმა უნდა 5 სპეცრაზმელის დაჭერა და რაღაცა სათამაშოების გადმოგდება ეს საერთოდ არ არის საკმარისი მათი მხრიდან და მათ მოუწევთ პასუხისგება აუცილებლად ყველა პირს, ვინც არის დამნაშავე, ოღონდ განსხვავებით ამათი რეჟიმისგან, ამას გადაწყვეტს არა მარიკა არევაძე ან ვინმე სხვა, არამედ სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი გამოძიება, რომელიც ახლა შეიძლება ეცინება ოცნების ზოგიერთ წარმომადგენელს, როდესაც ამ ტექსტს მოისმენს, მაგრამ აუცილებლად გაახსენდება ეს სიტყვები მაშინ, როდესაც სწორედ ასეთი დანაშაულებისთვის პასუხისგების წინაშე მარიკა, ვილაპარაკოთ ასევე იმ სურათზე, რასაც ჩვენ ხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში, საპატრულო ეკიპაჟები მიადგნენ უნივერსიტეტებს და იქ სტუდენტებს აკავებენ, ეს რა ტიპის გამოხატულებაა რეჟიმის მხრიდან, აკავებენ ახალგაზრდებს იმის გამო, რომ ტროტუარზე იდგნენ, თავად და ეს სურათი რაზე მეტყველებს, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ. ეს არის მორიგი სისუსტე, მე ასე ვაფასებ, იმიტომ რომ როდესაც ისეთ სისტემას შექმნი, რომ სტუდენტს მიაკითხა უნივერსიტეტში სასტიკი დანაშაულის ტროტუარზე დგომის გამო დასაჭერად, ეს მხოლოდ და მხოლოდ შენი სისუსტეა. იმიტომ რომ სხვა ძალა და სხვა ალტერნატივა არ დაგრჩა, რომ ვითომ ამით დააშინო ადამიანები. ეს ადამიანები, ეს ბავშვები, ვისაც იქ იჭერენ სხვათა შორის, ისინი გმირები არიან, ოღონდ ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ისინი სრულად აცნობიერებენ, რომ არიან ამ ქვეყნის მომავლისთვის მებრძოლები. მათ არ უნდათ მაგალითად ის საშინელი განათლების რეფორმა, რომელიც ამსხვრევს განათლებას, ხო, და პირდაპირ მათ მომავალზე აისახება. მათ არ უნდათ აპროტესტებენ იმ ძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ამ ქვეყანაში არის. ისინი არ ეთანხმებიან იმას, რომ კანცელარიასთან მე რამდენი ღამეა მშობლები დგანან, კარვის შეტანის საშუალებასაც არ აძლევენ, აი ამ სეთ ამინდებში აწვიმთ თავზე ამ ხალხს და წამალს ითხოვენ ბავშვებისთვის. ეს არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში. და აი ამ ყველაფერს რო აპროტესტებენ ეს ადამიანები, მათ იჭერენ. სხვათა შორის ძალიან მძიმეა, ერთია როცა კადრებს ვუყურებთ ჩვენ ინტერნეტის თუ ტელევიზიის თქვენი ეთერების საშუალებით და მეორეა, როდესაც პირდაპირ გახდები ამის მომსწრე, იმიტომ რომ სულ რამდენიმე დღის წინ ხუჩაბადს მე ლექცია მქონდა, როდესაც ბოლოს ასეთი დაკავებული სტუდენტისთვის ელოდებოდა ის გოგონა მოსვლას საპატრულო პოლიციის ლექციაზე ვიყავი მე თვითონ და გვერდზე აუდიტორიაში იჯდა ეს არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა ემოციურად არ იყო, ასე ვთქვათ, მიუხედავად რომ ხნედ იყო, მაინც ძალიან რთულია, როდესაც უდანაშაულოდ გიჭერენ და ძალიან ამაყად და ძალიან ღირსეულად შეხვდა მე ის უნივერსიტეტში აღარ მიაკითხეს და
რუსთაველის გამზირზე დააკავეს, მაგრამ ძალიან ძნელია ემოციური თვალსაზრისით ის თუნდაც რომ მე გააგრძელო ლექცია და თითქოს მეორე საკითხია თავად ვინ იღებენ ამ გადაწყვეტილებებს ხო მოსამართლეები რომელთა სახელები ისტორიას დარჩება ბუნებრივია და მათ მოუწევთ დიდი ალბათობით კონკრეტულ კითხვებს გასცენ პასუხი. კი ბატონო და ეს მოსამართლეები ვერ იტყვიან რომ აი ჩვენ არ ვიცოდით რა ხდებოდა, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ამ სოციუმში ცხოვრობენ და თავადაც ხედავენ რა ხდება, ჩვენ ადვოკატები თითოეულ პროცესზე არა მხოლოდ სამართლებრივ ნაწილზე ვესაუბრებით, არამედ იმ კონტექსტში, რომელიც ქვეყანაში არის და ისინი ვერ იტყვიან რომ არ იცოდნენ რომ ეს კანონები ნამდვილად მხოლოდ რუსთაველზე მდგომი დემონსტრანტების წინააღმდეგ არის მიღებული სპეციალურად მათთვის რეპრესიების მოსაწყობად და ეს საქმეებიც სასამართლოში შედის მხოლოდ რუსთაველზე მდგომი დემონსტრანტების წინააღმდეგ. დადგება დრო და ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, თავის შედეგებს გამოიწვევს იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ პროცესში არიან ჩართული და მე სიმართლე რომ გითხრათ, აი გარკვეულ წილად შეცოდების გრძნობაც მიჩნდება იმ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართაც, რომლებსაც უწევთ უნივერსიტეტებში სტუდენტებთან მისვლა, ალბათ ისინი რო აბარებდნენ და იწყებდნენ მუშაობას პოლიციაში და სურდათ რომ გამხდარიყვნენ პოლიციელები, არც კი უფიქრიათ იმაზე, რომ დამნაშავეებს კი არა სტუდენტებს დაადებდნენ ბორკილებს უნივერსიტეტის აუდიტორიებში. მარიკა, მინდა ასევე თქვენი როგორც კოალიციის წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინო პოზიცია ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ალიანსში უნდა მიიღოთ ლელო და გიორგი გახარიას პარტია. ამის შესახებ ჩვენ ვნახეთ უკვე გამოხმაურება, გახარიას პარტია ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა მათთვის წითელი ხაზია და ასე შემდეგ, რატომ გაჩნდა ზოგადად ეს სურვილი მათი მიღების? შეგიძლიათ გითხრათ ალიანსში? ალიანსი შექმნილია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი დაკვეთის ფარგლებში მოხდეს პოლიტიკური ძალების გაერთიანება და მათი ენერგია მიემართოს ამ ქვეყანაში ცვლილებისთვის და თან მოემზადოთ იმ კოალიციური მმართველობისთვის, რომელიც უნდა დადგეს ამ ქვეყანაში. როდესაც საზოგადოების დაკვეთა არის, რომ გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ნიშნავს ყველას. შესაბამისად, ვისაც მიაჩნია, რომ ახლა სწორედ ძალების გაერთიანება საჭირო, ვისაც მიაჩნია, რომ ერთობლივი ქმედებით ნამდვილად უნდა და შეცვლის რეჟიმს, რა თქმა უნდა, ალიანსის კარი იქნება ღია და ყველა ერთის წინააღმდეგ ამ პრინციპით უნდა წავიდეთ. ვინც ამ გაერთიანებას შემოუერთდება, რატომ არის ჩიხში, თქვენი აზრით რატომ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას? ვინც არ შემოუერთდება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ იქ მყოფი პარტიები და მათ შორის ნიკა გვარამიაც ზუსტად პასუხობს საზოგადოების დაკვეთას, რომ ყველა გაერთიანდეს. რატომ ფერხდება ეს პროცესი ახლა? რა აფერხებს ამ პროცესს? ეს ალბათ უნდა კითხოთ იმ ადამიანებს და იმ პარტიებს, რომლებსაც აქვს კომუნიკაციები არა, მათი სახელით ხარ ვილაპარაკებ, მე მაქვს მანდატი ვისაუბრო ახალი კოალიცია ცვლილების სახელით, მაგრამ ეხლა მე ვერ ვისაუბრებ. ეს განცხადება რაც გააკეთა გვარამიამ იმ ორი პარტიისთვის იყო სიურპრიზი საჯარო თუ მანამდე იყო დისკუსია შეხვედრები ამის შესახებ იყო გაიმართა რამე დისკუსია. ალიანსის მიზანი არის გაერთიანებული ძალებით მოხდეს ცვლილება. ყველა ვინც იზიარებს ამ მიზანს და ყველა ვისი სურვილით მართლა არის რეჟიმის ცვლილება და არა ის რომ იყოს მაგალითად სატელიტი ოპოზიცია, ტექნიკური ოპოზიცია, აი ესეთი როგორც რუსეთში არსებობს, ვითომ ოპოზიცია და სინამდვილეში არაფერს არ აკეთებს, შეუძლია რომ ამ ბრძოლაში თავისი წვლილი შემოიტანოს. დანარჩენი ალბათ უნდა ვკითხოთ იმ ხალხს, ვინცაც რა უნდა ან როგორც მოქმედებს. მე ვფიქრობ, რომ თვითონ საზოგადოებამ უნდა შეაფასოს იმ პოლიტიკოსების მოქმედებები, რომლებიც ამ პროცესში ვართ და რომლებიც ვიბრძვით. ჩვენი თანმიმდევრული მოქმედებებით, ჩვენი საზოგადოების მოსმენით და შემდგომი რეაგირებებით ვართ ჩვენ საქციელებზე პასუხისმგებლები, ხო? აი ეს ალიანსი თქვენ ოპოზიცია რამდენად ასხივებთ თქვენ სიძლიერეს ამის შესახებ გითხარით ორიოდე სიტყვაც თქვენ რატომ სთავაზობთ უფრო მეც ვიდრე სხვა ალიანსი რატომ არის თქვათ ეს თქვათ განსაკუთრებული სიძლიერით რატომ არის ეს გაერთიანება წარმოდგენილი როგორ ფიქრობთ რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ ამორჩეველმა თქვენს თქვათ გადაწყვეტილებებში სისწორეში თქვენ საუბრობდით ცოტა ხნის წინ თანმიმდევრულობის შესახებ და ასე შემდეგ ჩვენ ამავე კოალიციაში გაერთიანებაში ვხედავთ ისეთ ადამიანებს რომლებიც ამავე კოალიციის ლიდერებთან არც თუ ისე სასიამოვნო კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ვხედავდით ბოლო პერიოდში გადაძახილებს შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც მათ შორის რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ ამორჩეველმა
ზოგადად რო ვთქვათ, ავტოკრატიის პირობებში ოპოზიცია ისეთ ძალას ვერ გამოასხივებს, როგორიც შეიძლება იყოს ნორმალურ დემოკრატიულ პრინციპებში, ხო? იმიტომ რომ როგორც მოქალაქეები, ასევე ჩვენც გავდივართ რეპრესიებს. ჩვენი კონკრეტულად შემიძლია ვთქვა კოალიცია ცვლილების ლიდერებზე, ყველა ლიდერი ფაქტობრივად იყო დაჭერილი და ნაწილი მათგანი დღემდე არიან ციხეში. ასეთ პირობებში შეუძლებელია სრულად ის ძალა ასხივო, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, საპირწონედ დაუდგე ძალას, რომელსაც ამ წუთას მიტაცებული აქვს ძალაუფლება. ასევე ოპოზიციამ რომ ძალა ასხივოს, ნებისმიერ შემთხვევაში მას სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა. არ არსებობს პოლიტიკოსი, რომლის უკანაც ხალხი არ დგას. ხო? შესაბამისად, ჩვენ ვართ საზოგადოება და პოლიტიკოსები ერთი დიდი მთლიანობა და ჩვენ ერთობლივად უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გამოვასხივოთ ძალა და როგორც ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ხალხს, ისე პოლიტიკოსებს სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. ის რაც დღესდღეობით ხდება, ესეც ბუნებრივი მოვლენაა, იმიტომ რომ ოცნება გულზე ხელდაკრეფილი არ ზის, ხო? ოცნებისთვის მთავარი დარტყმა და მთავარი საშიშროება არის გაერთიანებული და ძლიერი ოპოზიცია. ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში ჩაყაროს პატარ-პატარა ბომბები, ასე ვთქვათ, და გაუჩინოს წინააღმდეგობა, უკმაყოფილება, რაღაცნაირად დააშოროს ხალხი პოლიტიკოსებს. ჩვენ პირიქით ამ ყველაფერს უნდა დავაკვირდეთ და საზოგადოებამაც უნდა იმოქმედოს გონივრულად, ხომ? არ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის და პოლიტიკოსების ერთობლივი მოქმედება. მათ შორის ეს გამოჩნდება 26 მაისსაც და არაერთხელ გამოჩენილა აქამდე და გამოჩნდება მომავალშიც და ყველა ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ 26 მაისს კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ჩვენი ძალა, ჩვენი რაოდენობა, რომ ჩვენ ისევ ღირებულებითად ვდგავართ ჩვენს მოთხოვნებზე და ჩვენ ისევ ამ ბრძოლაში ვართ. და ბოლოს კითხავთ, რა კითხვა ახსენეთ თქვენ თავად 26 მაისი, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით მოვისმინეთ არაერთგვაროვანი შეფასება, რატომ მაინც და მაინც 26 მაისი. დაუბრუნდები თუ შეიძლება იქ გამომჩა თავდასხმაზე მინდოდა მეთქვა. მე პირადად და ჩვენი პოლიტიკური ძალაც თავდასხმების მომხრე არ ვართ, თუმცა პასუხის გაცემა ხანდახან გიწევს. ნებისმიერი თავდასხმა ეს არის, ასე ვთქვათ, არასწორი ამ პროცესში, მაგრამ თუ ვინმე ამას გააკეთებს, უპასუხოდ არ დარჩება ბუნებრივი. აი ხა მოგისმენთ. კი ბატონო, 26 მაისთან დაკავშირებით რაღაცნაირად მოვისმენთ ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან, რომ ეს რაღაცნაირი კონფრონტაციული ნაბიჯი იყო, რომ თითქოს თქვენ გინდათ არეულობა და ასე შემდეგ, რატომ მაინც და მაინც ეს დღე რატომ შეარჩიეთ? არეულობა თუ ვინმეს უნდა და თუ ვინმეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ომი და ბრძოლა აქვს გამოცხადებული, ეს არის ქართული ოცნება. ჩვენი მიზანია ხალხის გაერთიანება, ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნება და ეს უნდა გავაკეთოთ აბსოლუტურად დემოკრატიული მეთოდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან არათანასწორი ბრძოლა. თუმცა შედეგიანი იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხისა და პოლიტიკოსების ერთობლივი ბრძოლის პირობებში და ეს ასეც იქნება. უბრალოდ დამოკიდებულია ხანგრძლივობა იმაზე, რამდენად ბევრი ადამიანი გადადებს გვერდით საკუთარ დაღლას და გააგრძელებს მასობრივად იმ მოთხოვნების მხარდაჭერას, რომელიც თითოეულ მათგანს აქვთ. და ბოლოს რა კითხავთ ჩვენ ვილაპარაკეთ საერთო ჯამში ამ ოცნების პოლიტიკაზე, თქვენ შიგნით არსებულ მდგომარეობაზე, როგორ პასუხობთ ეს ალიანსი, მათ შორის რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, პროპაგანდისტულ რიტორიკას, გზავნილებს ფაქტია, რომ მათმა ნაწილმა იმუშავა ომის თემამ, ჩვენ ვიცით თქვენი სტრატეგია რა იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, აპირებ თუ არა რაღაც მიდგომ ალბათ როგორც კოალიცია ცვლილების, იმიტომ რომ მაშინ ალიანსი არ არსებობდა. კი ბატონო, აპირებ თუ არა გადახედოთ თქვენ აი ამ მიდგომებს და თვლით თუ არა, რომ საჭიროა მკაფიო რეაქციებიც და გამოხმაურებაც მათ შორის და არ არის საჭირო ისე თითქოს რომ ჩვენ ამ თემას არ ვეხმაურებით, ეს მეორე ხარისხოვანია და ასე შემდეგ. საზოგადოებაც ითხოვს ამაზე თქვენგან მკაფიო რეაქციებს, რაც არის წამოსული ოცნების მხრიდან. ოცნების პროპაგანდა უკვე ისე ვეღარ მუშაობს ხალხში, როგორც საჭიროა, როგორც მათთვის არის საჭირო და კარგი არის ეს ხალხისთვის. ომის საკითხს რაც შეეხება, უბრალოდ მარტივი მაგალითები მინდა მოვუყვანო და შევახსენო ჩვენ საზოგადოებას და ჩვენს მსმენელს, ვინც ახლა გვიყურებს. პირველი მაგალითად მოლდოვის მაგალითი, რომელიც ფაქტობრივად ანალოგიურ სიტუაციაშია და რუსეთის მხრიდან, როგორშიც ჩვენ ვართ, იქ პროდასავლური ხელისუფლება არის ამ წუთას
ხელისუფლებაში, მაგრამ მათ ომის შიში არ შექმნიათ, ისინი ომში არავის ჩაუთრევია და მასზე არც არანაირი თავდასხმა არ მომხდარა. სომხეთის მაგალითი ავიღოთ სულ ახლო ჩვენი მეზობელი ხო ქვეყანა, რომლის წარმატებაც მართლა მახარებს ნამდვილად. ერთი ნიუანსი რაც არის ის, რომ საქართველოს გაცილებით წინ უნდა ყოფილიყო, რომ არა ეს შავბნელი ძალების მმართველობა ამ ქვეყანაში, რომელიც ამ წუთას მართავს მიტაცებული ძალაუფლების ფარგლებში ქვეყანას და სომხეთის მაგალითი რომ ავიღოთ, იქ საერთოდ რუსული სამხედრო განაყოფი არის განლაგებული ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ დავინახეთ ხისტი მოქმედებები ქვეყნის რუსეთის ეგრეთ წოდებული გამაღიზიანებელი ნაბიჯები და უფრო მეტიც პირდაპირ პუტინისთვის ღია კაფიო პასუხი, მაგრამ არავითარი ომი იქ არ დაწყებულა. ეს არის ის ნარატივები, მათ შორის უნგრეთი რომ ავიღოთ. უნგრეთშიც ორბანის წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად ომის შიშზე იყო მათ შორის აგებული, რომ აი თუ კი სხვა ძალა მოვიდოდა, რუსეთი შეუქმნიდა საფრთხეს მასაც. ფაქტებით უნდა იმსჯელონ, ანალიზი უნდა მოახდინონ. ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი ომის საფრთხე არ არსებობს და პირიქით ვხედავთ იმას, რომ რუსეთი სუსტდება. რუსეთში უკვე ისეთი მძიმე ეკონომიკურ-სოციალური პრობლემებია, რაც აქამდე არ მომხდარა, იმას უკეთებენ თვითონ პუტინს თავისივე პროპაგანდისტები, ხო? ასე რომ ყველაფერი მიდის ნორმალურად, თუმცა ნელი ტემპით. თუ გვინდა რომ ავაჩქაროთ, მათ შორის 26-ში უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, კოალიცია სრულებისთვის ერთ-ერთ წარმომადგენელს მარიკა არევაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში.